ბავშვებსაც, ბავშვებიდან მოყოლებულს თქვენ სიღრმე გაინტერესებთ. თევზი არა ხართ? თევზი ნიშნავს საიდუმლო სამყაროს ამოცნობის უნარს. საიდუმლო სამყაროს ამოცნობის უნარი სხვა ზოდიაქოს ნიშნებს ღრიანკალისა და კირჩხიბის გარდა კიდევ თევზებსაც აქვს. უფრო ღრმა. ეხლა ეს რომ გაინტერესებს, ეხლა ეგეთი მაგალითად თქვენ რო ხართ, მაგრამ თხისქას ეს არ აინტერესებს. თხისქა აბსოლუტურად არის. თხისქა არ არის ის. ეხლა რატო გელაპარაკები მაგას? რატო გელაპარაკები მაგას? არის ადამიანის ბუნება. მომისმინეთ? ერთინავე გავიგე. ადამიანის ბუნებაში შესული არის 12 სხვადასხვა ხასიათის თვისება. ეს არ გეგონოთ თქვენ რომ ეს 12 რას ნიშნავს? 12 არის ღვთაებრივი რიცხვი. 12 ზოდიაქოს ნიშანი ნიშნავს სიცოცხლის წყაროს. რა არის ეს სიცოცხლის წყარო? უპირველეს ყოვლისა ვარგეჩქარება. მე პირიქით ეს. ხოდა მალაპარაკები. ამიტომ მე რას გელაპარაკებთ? 12 ზოდიაქოს ნიშანი არის 12 სხვადასხვა ხასიათი. მაგრამ თქვენს ხასიათი მარტო ერთი ზოდიაქოს ნიშანი არ არის. თქვენ როდესაც ლაპარაკობთ, მე დავიბადე 12 მარტს. მე დავიბადე 12 აპრილს. მე დავიბადე 12 ნოემბერს. ეს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანია. აი ამ პერიოდში თქვენი დაბადების დროს მზის კალენდარი, მზეს აქვს თავისი კალენდარი. მას აქვს თავისი დაბადების პერიოდი, თავისი გრადუსები, რომელ გრადუსში მოექცა მზე იმ დროს, როცა თქვენ დაიბადეთ. ეს არის მზის ნიშანი. მაგრამ მზის გარდა კიდევ კოსმოსში სხვა პლანეტებიც აქვს, რომელიც ღებულობს ადამიანის დაბადებაში ისეთივე მონაწილეობას, როგორც მზე, შეიძლება უფრო მეტიც. ამიტომ თქვენ არა გაქვთ მარტო აი ღრიანკალი ცეხა როიზდა და არა მაქვს ისეთი ხასიათი. ნამდვილად ვაპარაკობ, მე ზოგადად ვთქვის, მისი პიროვნების ხასიათი კი არა. მე ჯერ არ ვეხებდი არც ერთ პიროვნებას. არანაირ პიროვნებას არ ვეხებდი, მისი ხასიათი ეს არ ვიცი ჯერ. ის მისი ხასიათს ავლენს მხოლოდ ლაპარაკის დროს, როცა გამოხატულება აქვს რაღაც თავისებური სპეციფიკური ლაპარაკი, მაგალითად ფსიქოლოგიური საუბარი, ან ზედაპირული აზრები აქვს, ან ღრმა აზრები აქვს. არის ორი ტიპის ადამიანი. არის ადამიანი, რომელიც ზედაპირული აზრების მფლობელია, აინტერესებს მარტო აი გარეგნული ფორმა. შინაგანი რა არის, იქ არ აინტერესებს ეგენი. გაიგე რა შესაძლოა. ასტროლოგია კიდე გეუბნება შენ რომ შინაგანი ისწავლე შენ, იმიტომ რომ შენ რომ შინაგანს ისწავლე, შენ საკუთარ თავსაც ისწავლე, შენ მეს ისწავლე, ვინახარ შენ თვითონ, რას არ უარდო, შენ თავის შეფასებას მიიღო, შენი თავის შეფასება უკვე ნიშნავს რომ შენ უკვე იცი ვინახარ შენი თავი, რანაირი ასოთი უნდა გასცე იმ ადამიანს, რომელიც შენი საწინააღმდეგო ბუნებისაა, ესე იგი ადამიანი არის ინდივიდუალური პიროვნება და ადამიანს ყოველთვის აქვს საზოგადოებასთან საქმე. მოდი სიტყვა საზოგადოებას ვლაპარაკობ, ეს ცოტა სხვანაირი გადაგვიდგა. საზოგადოება არ არსებობს საქართველოში. ჯერჯერობით არ არსებობს, იმიტომ რომ სუსტია. საზოგადოებრივი აზრები ვერ ჩამოყალიბებული არის. ჩვენ რო გქონდეს საზოგადოებრივი აზრები ჩამოყალიბებული, ყველაფერი გვექნებოდა საზოგადოებას მართლა ჩამოაყალიბდეთ დიდ იმ დონეზე, რომ ყველას ეწოდინებოდა, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე. ყველას აკითხეთ. და ჩვენ არ ვიქნებოდით გამოფიტულები, ჩვენ მე ჩემ თავს გულისხმობ. მე მაგალითად 18 წლის ასაკში ვიყავი გამოფიტული პიროვნება. არაფერი არ ვიცოდი. გამიგეთ რა შეიძლება? ყველაფერი მაინტერესებდა და არ იყო ჩემს გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ თემაზე ლაპარაკი დაეწყოთ. ვერან ვერ ლაპარაკობდა, ვერ ზედაჩემი, ვერ მეზობლები, ვერ სკოლაში ვერ გებულობდი, ასტრონომიის მასალები მოყავდა, აბდაუდა სისულელებს ლაპარაკობდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა. ამიტომ მე თვითონ ისეთი პიროვნება ვიყო, ეს სიღრმეები მაინტერესებდა, ის კი არა, დარს მივაცილებდი ხოლმე სასაფლაოზე, რატო არის ეს მკვდარი მეთქი და ცოცხალი რატოა ადამიანი. რა განსხვავება დარსა და იმასაც ხო ფიზიკური სხეულია და ეს მომაკვდა. რატო არის აბსოლუტურად უძრავად. ეს ადამიანი ასეთი რაღაცა თავისებური თვისება იყო, სპეციფიკური თვისება. ის სიღრმე მაინტერესებდა, სიღრმე, რომელიც ადამიანის სიცოცხლეში დევს. მაგრამ ყველა ადამიანს თუნდაც ეს სიღრმე ერთნაირი არ აქვს. ეს არ აინტერესებს, ეს საერთოდ არ აინტერესებს, რატო არსებობს და არსებობს, რომ აღსევო და მეტი არაფერი ჭამს, ვავ, აი შვილი კიდე ესმით და ამისთვის არის. ეგ არ ვარ გაიცი. ეგ არის ძალიან ჩამორჩენილი ტიპის ადამიანი. იმიტომ რომ შენ თავს უნდა აღემატებოდეს, სორნი. უნდა იმდენი გაიგო, რომ რაც სამყაროს საიდუმლოებაში შედის, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. არ გეგონოთ, რომ ზედმეტი აზრია. ეს აუცილებელია შენი განვითარების ყველა ნებისმიერი ადამიანისთვის არის ეს აუცილებელი. და თუ შენ ამას ვერ გაიგებ, შენ ვერ გაიგებ ვერ შენი გათხოვებას, ვერ შენი ქორწინებას, ვერ შენი იმას რა ქვია, ვერაფერს ვერ გააცნობიერებ ამ ცხოვრებაში და შვილსაც ვერ გასდ ნორმალურად. სახელმწიფოზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. იმდენ რაღაცას მოგახვევენ თავს და იმდენ ყულებს გეტყვე, ყველაფერს დაიჭერე. და ყველაფერში იქნები პასიური.
გაიგე და აი ეს პასიურობა და ეს საზოგადოებრივი აზროვნების ძალიან დაბალი დონე ქმნის დაბალ ქაოტიურ აზრებს, ქაოტიური და ვიღაცა სულელი რაღაცას იტყვის და ზედაპირული ადამიანები აი სისულელეს ლაპარაკობენ და ეს აზრები არის გავრცელებული ხალხში. იმიტომ რომ არ აქვს ხალხს მომზადებული, ესე იგი განვითარებული, როგორ გითხრა, რაფინირებული აზრები, დახვეწილი აზრები, რომ წავიდეს წინ საზოგადოება და ესე იგი ჩვენი ხალხი იყოს აი ესეთი ჩვენ ეხლა პატარა ერი ვართ, გაიგე ეხლა ჩვენზე მოგვიწევს რუსეთის, ჩვენზე მოგვიწევს დასავლეთის, ჩვენ სხვისი ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით ეხლა. ფაქტიურად ჩვენი ქართული ესე იგი შინაგანი სამყარო არ გაგვაჩნია. ქართული და ჩვენ ქართველებს იცით რომ ასტროლოგია ძალიან მაღალ დონეზე ქონდა. საქართველოს ისიც არის რომ ქართული დასახელებებია, მაგალითად ჭირანო, მაგალითად არის თვალის ორბიტა, ესე იგი კოტიმელი არის, ესე იგი ზოდიაკოსთვის ძველი სულხა-საბა ორბელიანის წიგნი რო გადაშალო, ჩვენი წინაპრები ძალიან მაღალ დონეს ფლობდნენ ასტროლოგიაში. გაიგე მე-12 საუკუნის დავკარგეთ ჩვენ ეს მეცნიერება. გაიგე მე რელიგია რო განვითარდა, რელიგია მაგარ განავითარა ეს სფერო, გამიგეთ რა შეცადე. და ამან გამოიწვია ის ამბავი რომ ჩვენ ფაქტიურად ბევრი რაღაცები დავკარგეთ და აი ეს დაკარგული რაცა გვაქვს ეს უნდა აუგინდასხმებულოთ, ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ, შევისწავლოთ თითოეულმა ქართველმა, რომ ჩვენ სამშობლოს გამოადგეთ, რაში გამოადგეთ. ის კი არა დღეს ტაკი მასხარაობას და ტინკეცობას რო არის გადასული ტელევიზია და სისულელებს ვაჩვენებენ. ესე იგი ისინი ცდილობენ ადამიანი დაჩნურდეს, განვითარებელი იყოს. ესე იგი დაბალი დონე ქონდეს, გაიგე, არ აქვს აზროვნების უნარი. მაგათ ეგ აინტერესებს, გაიგეთ რა შესაძლოა. თვითონ ის ხალხი რომლებიც იქ არიან, გაიგე, არა აქვს შემეცნებითი ფორმები. არ აინტერესებთ არაფერი, ხალხს დააინტერესოს და უთხრან ისეთი რაღაცა, რაც მის მიღმა ბუნებაში, რაც ქვეცნობიერებაში დევს ადამიანს, რაც ადამიანის შინაგან სამყაროში დევს. ამის თვისებას არ აძლევენ. არ უნდათ რომ ადამიანი იყოს გამიქტორ ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ, ტრანზიტულ ქვეყანას გვეძახია და ასეთი დავალებაა, მოდი პირდაპირ გავხსნათ ცხილები და ვთქვათ პირდაპირ რომ საქართველოს არ უნდა იყოს ქართული მაცხოვრებლების ძალიან ძლიერი განვითარების ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორია გვაქვს ისეთი ძალიან სახარბიელო ტერიტორია, ვიღაცა ქვეყნებისთვის და ჩვენი ტერიტორია ისეთი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ უნდა ვპატრონებდეთ ჩვენ საკუთარ ქვეყანას. რაც უფრო ჩამორჩენილი ვიქნები და უხეირო და უხიაგო აზროვნება გვექნება და რაც უფრო მდორე ვიქნები და განვითარებლები ვიქნები, მაგათ ეგაც ხო. რაც უფრო საზოგადოების წავალ, რაც უფრო შორს წავალ, სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებ, მოდერნისტული რაღაც ისეთი გვექნება და ახალ ჩავიცვენ და რაღაც გაუბედურებული ესე იგი ნაკროკებს და იმას გავიკეთებ. ეგ აწყობთ. გაიგე რა შეცდეთ. ეს რო აწყობს იმან ესე იგი ხალხი გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ხალხს არ აქვს ღერძი თავისი, ის გარშემო უნდა იტრიალოს, თავის ინდივიდუალური განვითარება არ აქვს ხალხს. ინდივიდუალური განვითარება ნიშნავს, რომ შენ საკუთარ ქვეყანას, შენს ქვეყანას მწყემსავ, შენ ხარ უკვე პატრონი შენი ქვეყნის და შენ არავინ აღარ დაგიწყებს მართლობაზე. შენ არ იქნები ისეთ ქაოტურ მდგომარეობაში, ხან რუსული აზრი მოდის, შენ ხან ინგლისური, ხან ამერიკული და ვიღაცების აზროვნების ზეგავლენის ქვეშ ექცევი. აი ასტროლოგია მაგას გასწავლის, რომ ჯერ ისწავლე შენი საკუთარი თავი, შეისწავლე სამყარო, შეისწავლე ღმერთი, შეისწავლე ყველაფერი და მერე გაიგებ შენ უკვე ვინ ახარ. მერე მიხვდები შენ რომ თურმე შენ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც შენ ნებისმიერი ჩვენთაგანი აი ერთმანეთთან ურთიერთობის დროს გავარკვევთ ბევრ რაღაცებს და ჩვენ აღარ ვიქნებით ბნელი, ჩვენ არ გვექნება მდორე ურთიერთობა, ზედაპირული ისეთი აი ჩვენთან თელეხეთში როიცა დათმებიან და რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ, მიცვალებული წორი მისამართიც არის როგორ უნდა ილაპარაკონ. ძველი ქართველები ამ დონეზე არიან. ჩვენი ძველი ქართველები გაცილებით მაღალ დონეზე ფლობდნენ. კოსმოს მაგალითად ძველი ქართველები ასტროლოგიას და ღმერთის სამყაროს ძალიან კარგად ასწორდნენ, მაგრამ თუ ფურმები იყვნენ ჩვენი ქართველები, ურჩები რომ მიდიოდნენ აღმოსავლეთში, როეცოდეს სპარსეთში, ირანში, დღეს რო ჩავდნენ მაგალითად ქართველები, დღევანდელი ქართველი არ არის ის გურჯი, რომელიც იყო მე-12, მე-13, მე-11 საუკუნის ქართველი. რო შედიოდნენ, აი ამ აღმოსავლეთის იმაში შემორჩენილია კიდევ გურჯი რო იტყვის სიტყვას, არა? ეს ნიშნავს, რომ გურჯი, გურუ ნიშნავს განვითარებულ ადამიანს. გურჯი იყო განვითარებული ადამიანი. ჩვენ დავკარგეთ ეს განვითარება. ჩვენ პატარა ერი ვართ და ჩვენ დავიკარგებით მთლიანად ამ თრიალად ამ სამყაროს ორონტრიანში, ამ ქაოსში. თუ ჩვენი საკუთარი ღერძი, ჩვენი ეროვნება, ეს რას ნიშნავს, იცი? ეროვნება ნიშნავს, რომ შენი საკუთარი აზროვნება გაგაჩნია, შენი საკუთარი ბედი გაგაჩნია, შენი საკუთარი მშობლიური არსებითობა გაგაჩნია. ერი თუ არ არის, ერი თუ არ აქვს ადამიანს, ერი პატარა ერისათვის ეროვნული განვითარებლობა, ეს არის საშინელება. იმიტომ რომ შენ უკვე ფაქტიურად გამოფიტული ხარ და არ იცი როგორ ყევსენერი ხარ, ეთნიკი ხარ, ხანაკი და შენი საკუთარი აზრები არ გაგაჩნიათ. ეგ არის ჩვენთვის უბედურობა. ეგ უბედურობას მოგიტანს შენ. ამიტომ განვითარება ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენ განვითარდეთ. ყველა ქართველი უნდა განვითარდეს. ყველა ნებისმიერი. თუ ჩვენ არ განვითარდეთ, საცინო მდგომარეობაში მოვეცემთ.
ეს დროთა განმავლობაში გაირკვევა ეს ყველაფერი. ძალიან სულ მდგომარეობაში ჩავარდები. იმიტომ რომ ჩვენ სიყველა, ფაქტობრივად ჩვენ ხალხზე მოქმედებს სიყველა, თემ სოფლიო მოქმედებს, რომ საქართველოს არ არის ეს ქვეყანა, როგორც გქონდეთ, ეს რომელსაც სამი დამწერლობა, 103 დამწერლობა, არც სოფლიოში არც ეროვნულს არ არის. ჩვენ არ მეგულობთ საქართველოს დაბალჯანსებას და ჩვენთან უკვე ისეთ მდგომარეობაში დაიყვანეს ხალხი, რომ ფაქტობრივად რობოტებად გადააქცეს, ზომბები არიან, განვითარებები არიან, არის როგორი ლაპარაკი, ერთმანეთთან სიძულვილია, ვერ იტანებს, ის აი რაღაცა კომუნიკაბელური ურთიერთობაა დაკარგული და თეიმბეტურობა გვჭირს. ეს ასტროლოგია იმიტომ კი რჩება, რომ შენ იმისთვის კი რჩება, რომ სახალისოა რაღაცა და გაინტერესებს მარტო ვიღაცის ბედს და კითხაობა და ის არის. ასტროლოგიაში კითხაობა და წინასწარმეტყველება ყველაზე ბოლოტონია. ასტროლოგია შეგასწავლის სამყაროს შემეცნება, სამყაროს გასწავლის რა არის სამყარო, სამყაროს კანონებს გასწავლის, შენ საკუთარი ცხოვრების კანონებს გასწავლის, ბუნებას გასწავლის, როგორ არის მშობელი, ისთვის დაიბადები, ისთვის და რატომ დაიბადები, რატომ მიდიხარ ქვეყანაში, რა არის ეს სიცოცხლე, რა არის სიკვდილი, სიკვდილის შემდეგ რა ხდება, ესენი ყველაფერი უნდა იცოდე, ჩემო სიყვარულო, ჩემო ადამიანებო, ეს აუცილებლად ჭირდება თქვენ. მარტო ეს იბარ, მარტო ჭამას, მარტო სექსი, ეგ ძალიან დაჩუქებული, ეგ ძალიან დაბალი დონე. ეს დონე როა ქვეყნებს აი დიდად ამერიკაში მასობრივად უნდა მოხდეს ხო რაღაცა უნდა მოხდეს და ამას ფიქრობ ჩვენ და ამას ვლაპარაკობ ჩვენ ეს უნდა განვითარდეს და აუცილებლად უნდა იყოს მაღალ დონეზე უნდა დაისახოს ეს თქვენი ხელშეწყობით მოხდება თქვენ თუ ამას მოინდომებთ თქვენ გააკეთებთ ამას სხვა მეტი არ უნდა გააკეთებთ თქვენ თუ ინდიფერენტული იქნებით ამოწევილი იქნებით აი ამ კაცმა დაიწყო ეს რომელიც ახალგაზრდა ისე კარგად დაუყვა რა პირველი ნაბიჯი როგორ გინდა გამოსაწინგე აი ხა აი მაგალითად წავს ერთი ადამიანი ჩვენ არის ეს პიროვნება დაიწყო ლაპარაკი პირდაპირ რა გოგონა როიზდა და კითხულობდა პირდაპირ ლამალაბოსამით შემდიოდა და ჩემს ეს სიტყვები რა ვიცი დავინახე რომ ეს ბიჭი ეს ადამიანი მაფათი ეს ადამიანი უკვე ეძებს რაღაცას ესე იგი ეძებს უკვე განვითარებას ეძებს ხო და ესე იგი განვითარებას აუცილებელი კი არა რომ იმოგზაუროს მაგრამ ეს ბიჭი მსოფლიო მოქალაქეა მაგას მნიშვნელობა არ აქვს მაგას არ აქვს მნიშვნელობა ის მოქალაქეა სოფლიო კომპანია კარგია რომ თემსოფლიოს მოეძებდა კარგი სოფლიო ამათ იბადა რომ გააცნობიერო მაგრამ ამ ქვეყანაში მოიქნება მაშინ უფრო უკეთესად ექნება ტრანსპორტის რო გააკეთებს თავისად ეს დაიგარგება სოფლიოში მივიდა მაგრამ სოფლიოს სიარული არ არის თავი შენ ქვეყანას უნდა გამოიყენო შენ სამშობლოს შენ არსულს შენ ეროვნებას ეგ არის თავი ამისთვისა ვარ ჩვენ გაჩენილი ეროვნება ეს არის მუხტი რითაც უნდა აღზრდებას გვაქვს და არსებობის შინაარს გვაქვს უშინაარსო ცხოვრება აღარ გვექნება ჩვენ ეხლა უშინაარსო ცხოვრებაში უშინაარსია ჩემი ცხოვრება აი ეგ უნდა დავეთქვა ბოდიში და ვინც ის ჩემი პირველი წიგნი ალბათ იქ კარგად ნახეთ მოსაზრება რომ მე მსოფლიო იმის გამო არ მოვიარე რომ მე ანუ აქ რო ზოგადად გაქცევა უნდა მე პირიქით რაღაც ინფორმაცია ჩამოვიტანე და მინდა რომ ეხლა საქართველოს დავუთმო მაქსიმალურად მე უფრო მეტად დავაფასე საქართველოს იმიტომ რომ ნახე რომ თურმე ნახევარზე მეტი მსოფლიო უდაბნოა ნახევარზე მეტი მსოფლიო გაყინული ან სხვა ცხოვრება ხდება და ყველაზე საუკეთესო ტერიტორიაზე ვცხოვრობ ყველაზე კარგი ბუნებრივი რესურსები გვაქვს, ყველაზე კარგი, ყველაზე სუფთა ჰაერი, წყალი. იმიტომაც და ეს ყველაფერი მინდა რომ გამომაგდე. რითი დავიწყო რომ ქართველ ხალხმა შეიყვაროს თავისი ქვეყანა და ყველა არ იყოს იმაზე რომ და მორჩა და მოგიგონები რაღაცას გეტყვი რა შენ ქვეყანას ვერ მართავ ჩამოწენილი ხარ არ გესმის დემოკრატია არის რაღაცები და დაგაბრალები ისეთ რაღაცებს რაც ინამდვილ არა და გენეტიკურად ყველაზე მაღლად გიხოს მაგრამ რეალურად რას ხდება დღეს საზოგადოებაში აი ტელევიზიაში რაც ხდება ხო მართლა ეს გვიჩვენებს განუვითარებლობაზე აბა რა არის ეს აი ის კადრები რასაც გვაჩვენებენ ხო აი ამ დაბნელებების პერიოდში მართლა სისულელები ტელევიზიაში რა სისულელებს გვიჩვენებენ ტელევიზიაში გადაფრთხება არ გინდება სრული უზნეობა სისულელე ეს არის ტაკი მასხარობაზე გადასული ხუმრობაზე რა ხუმრობა როცა უკვე მართლა სინამდვილეში ეგეთი ხარ ხუმრობა ეხლა ისა შენ ეს მასხარას იყოს წელწყვებოთ არის ყველა ხუმრობა რა ოდიში არა იქით როგორ ეკადრება და ზუსტად მაგიტომ რომ მე რო უფრო მეტად გავიგე თქვა საქართველოს ფასი და მით უფრო გამიუღვივდა თქვა ჩვენი ერის სიყვარული და რაღაც მე გადავხედე რომ ფაქტიურად სადღაციდან ხონა დავიწყო რომ ქართველებმა საქართველოს შეიყვარო
ყველა მეუბნება რა ხანმე მოგზაური ვარ, რომ აუ სადმე ლიჟბი წაგვიყვანე, ლიჟბი სადღაც გავიდეთ. რატო ანუ შენ ხო არიცი ამ ფაქტურად იქ რა ხდება რაღაც და მე რაც ახლა ინფორმაცია მოქვს ჩამოტანილი, მინდოდა უბრალოდ რომ ხალხსაც გავაცნო, რაღაცით დაიწყონ სამშობლოს სიყვარული, განვითარება და ყველაზე ძალიან რაც აკლდათ მე რასაც დავაკვირდი, ეს არის ამ ყველაფრის ცოდნა. მაგიტომაც ამით ვცდილობ რომ პირველი ნაბიჯები გადავდგა და ამ თემაზე ავლაპარაკდე, იმიტომ რომ შემეცნება არის პირველი რიგში ადამიანი გონებრივად უნდა განვითარდეს, რომ გაიგოს მართლა ის ფასი, თავის ფასი პირველ რიგში, სამყაროს ფასი და ის შესაძლებლობები აღმოაჩინოს თავის თავში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი უსასრულო და ძალიან საინტერესოა. თქვენ ახლა დასახეთ მიზანი რომ კიდევ შეერთებები იყოს და უფრო რა სულ ერთი წუთი. ესე იგი ორგანიზატორული ხასიათი უნდა დადებული. მარტო ის კი არა ერთხელ რაღაც წელიწადში რომ გამოჩნდებიან ყავები და რაღაცა სიტყვია და მე დაიკარგება თაგის ცუცლები უყოლა. არა ესე არის. აი ყველას უნდა ახსოვდეს რომ ყველა ადამიანი არის ჩირაღდანი. აი ეს ჩირაღდანი არ უნდა ჩააყენოს. ყველა ადამიანი არის ჩირაღდანი. ყველა ხარ შემოქმედი. ყველაში არის აი ეს და სხვათა შორის ქართველები ყველაზე მეჭერები არიან. აი ეს ჩირაღდანი არ უნდა ჩააყენოს და ჩვენ ბავშვებს შეხედეთ. აი ბავშვი ხო? ჯერ რომ არ არის გაზდები, შეხედეთ რა ნიჭიერი ბავშვები ყავს. მაგრამ სად მიდის მე ეს ნიჭიერება? ჩვენ თვითონ ვსპობთ ამ ყველაფერს ვსპობთ ჩვენ თვითონ. და მაგიტომ ვიცახი რომ მართლა ჩვენ ვერ მოუგებთ ვერც რუსეთს, ვერც ამერიკას, ჩვენ ვერავის ვერ მოუგებთ, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, ეკონომიურად გაუმართავი ქვეყანა ვართ, ესე იგი რითი უნდა მოვიდოთ? გონებით და ცოდნით. всё, მორჩა დამთავრდა. და საქართველოში ის რომ ჩვენ ფანები ვიყავით უმაღლესი განათლების დაუშვათ და დავცინოდით ერთმანეთს რომ აი უმაღლესი განათლება თქვენ გონიათ ეს ცუდი იყო ეს ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ გონებით ყოველთვის უსწრებდით ყველას გინდა მათემატიკის სკოლა აიგეთ საქართველოში გინდა ფსიქოლოგიის სკოლა აიგეთ მე მათემატიკოსი ვარ პირველი განათლებით მათემატიკის სკოლას ვიცნობ ძალიან კარგად ფსიქოლოგიის სკოლა აიგეთ ფიზიკოსები აიგეთ საქართველოში მედიცინა აიგეთ კარდიოლოგია აიგეთ თვალის ექიმები ესე იგი ჩვენი სპეციალისტები იყო ძალიან მაღალი დონის საწავიდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ განათლება მოისმო ყველაფერი მოისმო და ჩვენ მოგვერევიან ასე დღე-დღე ჩვენ უნდა გითხოვდეთ აი მიტინგებზე იმიტომ კი არ უნდა ვიდგეთ რომ ივანიშვილი იქნება თუ სააკაშვილი იქნება უნდა გითხოვდეთ განათლებას დღე-დღე ამას უნდა ვაკეთებდეთ. არა უნარგიშვილის აბსოლუტურად, არა. მარტო შენი საკუთარი ხალხი უნდა განათლდეს, განვითარდეს. ეს იქნება ხსნა მეტი არაფერი. დანარჩენი არის პოლიტიკა არის სისულელე. პოლიტიკით არაფერი არ გაკეთდება. მიკამ შექმნა мотивация რა. უნდა აკეთოთ, ასტროლოგით დაიგეთ ეს. დაიწყოს ადამიანმა ფიქრი ისეთ რაღაცებზე, რაღაც წავაფიქრე. კითხვები უნდა დაისვას. რა თქმა უნდა. თავში დაიბადა. ეხლა ეს ციგნი კიდე აჩენს საკითხებს. ინფორმაცია პრაგმატულია. აგაი ციგნია, ნიკა ხუჩა. თუ შეიძლება ახლა ეს სამახსოვრო სურათი გადავიღოთ. თუ შეიძლება, ვინც შეძლებს რასაც უკვე ერთ გუნდად იქნებ შევიკრათ ცოტა